არის ცოდნა. ეს ძალიან ბევრი ძალიან ადამიანი იყოს საქმის გარდა დამოკიდებული. პრობლემა არის რომ ამ ადამიანებმა მათთან მუშაობა არის. გუნდი მუშაობა საერთოდ პრობლემაა. და იმ მაინტერესებს თქვენ ინსტიტუტში მაგაზე ვიცხოს. აი ამ მაინტერესებს რომელიც ეს არის ყველაფერი. ჩვენ ინსტიტუტში ეს ისევ ჩვენ არ აგვიღია ორიენტაცია ღირებულებით ნაწილზე, მაგრამ უნარების ნაწილზე ავიღეთ ორიენტაცია. და ერთ-ერთი რამე რასაც ჩვენ ვაძლევთ ჩვენ სტუდენტებს ეს არის გუნდური მუშაობის და სტრესული მუშაობის გამოცდილება. ანუ ისინი ძალიან სტრესულ გარემოში არიან სასწავლო პროგრამის თვალსაზრისით და ბევრი გამოსავალი ამ სტრესიდან არის გუნდურ მუშაობაში. და ეს არის ჩვენი კურიკულუმის ნაწილი. სწავლების ფორმა. ასე რომ აქედან გამოსული ადამიანები მერე რას აკეთებენ მორალური თვალსაზრისით თუ რაღაც ეგეთი ღირებულების თვალსაზრისით ჩვენ არც აგვიღია ამაზე ორიენტაცია რომ ამას ვასწავლეთ. მაგრამ რო ეფექტურად აკეთებენ სამწუხაროდ ხშირად ეს ვიცი. სამწუხაროდ ძალიან ეფექტურიც არის. თქვენ კითხვა გქონდა? ესო კითხვა. მე მგონი ძალიან პრობლემურია. ეხლა ამასთან მიმართებაში ხო იცით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა თებშებთან დაკავშირებით. ამასთქერის თემაც აქტიურდება, მაგრამ კიდევ უფრო ეფექტური შეიძლება იყოს აი ეს კამპანია გარეთ გასვლის. ხა ძალიან საინტერესო არის რომ ეხლა ქუთაისი ხდება თავარი თემა. ქუთაისში მოხდება თუ არ მოხდება და განხორციელდება თუ არ განხორციელდება. რეალურად მე არ მახსოვს, შეიძლება უბრალოდ არ მახსოვს, მაგრამ მე არ მახსოვს რომ თბილისიდან პოლიტიკური ელიტა ესე დაეწყოს და წავიდეს რომელიმე ქალაქში. რა ეხლა რაღაცა მინი მიტინგები დადევრება, მაგრამ აი ისე რომ თავარი დილემა იყოს რომ სხვაგან რანაირად და როგორ განხორციელდება და ეს აქცენტი იყოს რომ არა მარტო ქუთაისში, არამედ სხვა ქალაქებში, ეს თავისთავად ძალიან კარგი. ეხლა ამ ხალხის იქ წასვლა, ჩასვლა, იქ ცხოვრება რაღაცა შანსი აქვს. ეხლა მე ამოსავალი ვავიღოთ და ჩვენ დღეს იმაზე ვსაუბრობთ რომ რაღაცა მონაცემები ერთია იგივე დავუშვათ სტუდენტების აქტიურობაზე, ბევრი მონაცემებია რომ სტუდენტები აქტიურები იყვნენ, არ არიან. ეხლა რეგიონებში პრობლემები ბევრად უფრო უარესია, მაგრამ რეგიონები ბევრად უფრო პასიურები არიან. ხო და ანუ წინაპირობა აი გარკვეული იმისთვის რომ პოლიტიკური დისკუსია დაიწყოს. ამისი არის ამ ხალხის აქ მზაობა რომ იქ წავიდნენ არის. ეხლა არ ვიცი რამდენად მოხერხდება ეს. ჯერშენ ანუ მე მაინტერესებს რატო არ გამოჩნდეს ოპოზიციურმა ძალამ იდეოლოგიურად გასაგები ის რომ ის ელემენტარი პრობლემის თავისუფლება ადამიანის და გასაგებია იდეოლოგიურად პროცესი დაგვაწევს. მე დისკუსია აი იმას არ ცდება ჩვენთან არ ცდება და ხო არის რაღაცა სადაც შეიძლება ამას გახსნას. დაიწყოს ამაზე. შეიძლება საერთოდ ზოგადად გამოგარდა. თეორიულად კი. ეხლა შეხედა შესაძლოა. ანუ ერთი უნდა გვაჩვენოს გასაგების ელემენტარი დაკავება განვითარების რა მიმართულებას იძლევა. თეორიულად კი. ეხლა შეხედა პოლიტიკურ მე მაგალითად აშკარად ვარ არა ვარ სახელმწიფოების მხარეს, მაგრამ ახეთაც რომ უყურებ მე მინდა რომ მომცეთ მას განვითარების გეთახმ მესმის. მაგრამ შეხედა სიტუაცია ხელის კონკრეტული პოლიტიკური დაპირისპირება. ხო, აი ამ კონკრეტულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში შენი მიზანი როგორც ოპოზიციონერის არის რომ მაქსიმუმი კონსოლიდაცია მოახდინო მაქსიმალურად მთელი ძალების, რომელიც არის რომ დააპირისპიროს ხელისუფლებას. ეხლა ეს გინდა განახორციელო იმისთვის რომ რეალურად შენ სახელმწიფო სისტემა უნდა შეაჩერო, ხო? შეხო არა გაქვს ნორმალური პოლიტიკური დისკუსია, სადაც დაჯდები დებატებში, ან მოიგებ ან წააგებ და ასე შემდეგ. შენ უნდა მედიაზე იბრძოლოს, არჩევნო კომისიაზე ამიტომ ძალიან დიდი მობილიზაცია გინდა ხალხის. აი ამ ძალიან დიდი მობილიზაცია ავტომატურად გულისხმობს, რომ სულ სხვადასხვა შეხედულების ადამიანები უნდა გაერთიანდნენ. და ამ ხალხს ისაც გამაერთიანებელი ნიშანი მათი ზოგადი გამაერთიანებელი ნიშანი არის დაპირისპირება სისტემასთან და არა მათი შეხედულებები
ეკოლოგიაზე, ეკონომიკაზე, თუ ასეში, თუ განათლების სისტემაზე. აი ეს არის, ამიტომ გაერთიანების სიდიდე თავისთავად გამომდინარეობს პრობლემები, ძირითადი პრობლემიდან. ეს ძირითადი პრობლემები ეგაა. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ რო შევთანხმდეთ და ჩამოვყალიბდეთ ამა თუ იმ რაღაცა ძირითად შეხედულებაზე, შეიძლება გაერთიანოს რაღაც მცირე ჯგუფი ამისი იყო, მაგრამ დიდ მობილიზაციას განზოგადოება მოაქვს თემებს. მაშინ ყურადღება საფრთხეო, როდესაც თქვა გაიმართოს ხალხის ნება, შემდეგ გაიშნება, გაიყოფა და თავისუფლების ისინი საფრთხე ყოველთვის არსებობს. საფრთხე ზარია და ლევან შეხოთაშორის ძალიან საოცარი იყო და ჩემთვის სასიამოვნოც გასაკვირი, როცა ბიძინა ივანიშვილის სიტყვა საკმაოდ მემარცხენე სიტყვა იყო, ასე თქვა და იქ არა ვიცი და წრის არის ძალიან კონკრეტული პროგრამა აქვს ამ ადამიანს და არა ეს პოპულისტური გამოსვლები არ ყოფილა პროგრამა აქვს ესეთი ხო ამ ადამიანს და ამ დროს რესპუბლიკელები რომლებიც მემარჯვენეები იყვნენ აქამდე მაგრამ ხო რა ვიცი ერთი მარიამს უნდა ეთქვა თორჩავერია ისე აღარ გამოდის ამოუდგენოდა და მარიამ დაასახელეს მარის სახელით ხო, იცით და კიდევ ერთხელ ჩვენ საუბრობთ იმ სფეროზე, რომელიც მუდმივად ჩართული უნდა იყო ამ დისკუსიაში. მე მახსოვს, როდესაც კლინტონი ტოვებდა თავის პოსტს, როგორც პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, ბოლოს საუბარი, როგორც ამბობენ, შედგა კლინტონსა და იმას პუტინს შორის სატელეფონო. და იქ იყო საუბარი იმის თაობაზე და უფრო ადრე სტამბულის კონფერენცია იყო მე მგონი, იქ იყო საუბარი იმაზე, რომ წითელი ხაზი გადის კავკასიონზე და ეს იყო ძალიან მკვეთრად დაფიქსირებული. მაგრამ გავიდა 8 წელიწადი თუ რაღაც ამის შემდეგ და ეს წითელი ხაზი ნათლად დაირღვა. ეს წითელი ხაზი იყო შეერთებული შტატების ინტერესების ხაზი. რატომ დაირღვა, როგორ დაირღვა, რა მოახდინა მის ლეგიტიმაცია, ეს დეტალები ნამდვილად მე არ ვიცი. მაგრამ ბუნებრივია, ეხლა რო შევხედოთ საქართველოს არსებობას, როგორც სახელმწიფოს. ყოველ შევხედოთ საქართველოს, გინდა სომხეთი, გინდა აზერბაიჯანი ავიღოთ, რა განაპირობებს იმას, რომ ეს სახელმწიფო არის თავის ფარგლებში, გააჩნია თავისი სახელმწიფოების ატრიბუტიკა და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს ობიექტური მოცემულობაა. ჩვენ რო ვარსებობდით სამყაროში, სადაც სხვა კანონ თამაშის წესები არსებობს, მაგალითად, დავუშვათ 100 წლის წინ. ძალიან მოსალოდნელი იყო, რომ ან რუსეთი დაიკავებდა საქართველოს, ან თურქეთი დაიკავებდა, ან ირანი და რაც ხდებოდა კიდევაც, ხო? ფაქტიურად ეს სოფლიო პოლიტიკური რუკა ან იყო დიდი იმპერიები, ან ამ იმპერიების მიერ შექმნილი ალიანსები. ეს სისტემა დარღვეული არის და ამ სისტემამ ახალი უსაფრთხოების სისტემაში ცხოვრობთ, სადაც პატარა ქვეყანას აქვს არსებობის გარანტია არა შიდა რესურსებიდან გამომდინარე. ჩვენ ვერ გაუძლებთ დავუშვათ იგივე თურქეთის აგრესიას ერთ კვირაზე მეტი. ირანი რო თავს დაგვესხას, რამდენი ხანი შეიძლება ვეომოთ ირანს, ხო? ან რუსეთი. რაღაცა შეთანხმების შედეგია, რომ საქართველოს არ შეიძლება დაესხა თავს. ხა რადგანაც ეს არის შეთანხმებული ხან არის აქტიური და გაფაციცებული, ისეთი როგორც იყო საბჭოთა კავშირის დაშლის მერე სწორედ ბალტიისპირეთთან მიმართებაში, ხან უფრო კლებულობს ეს ინტენსიობა. რითი უნდა გააქტიუროს ეს თემა, ეს ალბათ მთელი საგარეო პოლიტიკური კურსის ნაწილია, ეკონომიკური ინტერესები შედის, კულტურულიც, გეოპოლიტიკურიც, სამხედროც, ხო? მე მიმაჩნდა, რომ ერთ-ერთი თემა და ამის თაობაზე ხშირად იყო მესიჯი, რომ ერთ-ერთი თემა, რატომაც შენ გახდები, ანუ ეს შეთანხმება, რომ გაერო ცნო საქართველოს თავის ფარგლებში, არის როდესაც ჩვენ ვიქნებით კულტურულად ევროპული ოჯახის ნაწილი. ევროპა ისე დაგვიცავს, როგორც თავის ტერიტორიას. ეხლა შეიძლება კიდევ უფრო სხვა მიზეზები არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეხლა რომ შევხედოთ ჩვენ ბოლო 20 წლის წინანდელ ისტორიას, ხო? 2000 წელს გაიგო ზღვარი, წითელი ხაზი. ეს წითელი ხაზი იყო ამერიკელების მიერ გავლებული. ეს წითელი ხაზი, ასე ვთქვათ, წაიშალა სამწუხაროდ. შენ კიდე მოჭე? შედა მე რეგიო. მე რეგიო კი მე თქვენ.
არ მესმის, ბოდიში რა ხმა. ჯერ ჯერ რამდენად სახე გახავდეს, ხო? უკვე გავაკეთეთ. ძალიან თეორიული ხო არ არის. მე მგონი არსებობს მაგის საშუალება რომ გაყავდება, მე მგონი არსებობს იმის საშუალება რომ ხალხი გამოვა ქუჩაში და მე მგონი არსებობს იმის პრეცედენტის და საშუალებაც რომ მოხდეს დაპირისპირება. მეოთხეჯერ ახლა 60 წელიწადში თორე ესე რამდენჯერ გინდა შემოსული. არ ვიცი. რა თქმა უნდა არის შესაძლებლობა, რატომაც არა. მადლობთ. ძალიან პოპულარულია აზრი, რომ პუტინს არ დასწრებია გაყოლება და მოსულობის მოედნიერა და ინფორმაციის გამოყენება, რომ ისინი ვერასდროს გააჩნია რა არის საერთოდ მადაგისტანის არჩევნებთან. რამდენი შეიძლება ეს რეგიონში ძალიან ძნელი არის, ძნელობა არის თანხმობა და ინფორმაცია არ არის გამოყენებული და ვერ მიეწოდება საკმარისი ინფორმაცია. და ამიტომ ეს კონდიცია და არაობიექტურა და რამდენად შეიძლება შევადაროთ ისეთ მოვარებას, სადაც იგივე სიტუაცია აქვს, ალბათ რომ აღარ. არ ვიცი, მე მიჭირს ახლა რუსეთის საინფორმაციო სისტემა ვიცი დაახლოებით როგორც არის აწყობილი და გეთანხმებით ამის თაობაზე რომ რუსეთში რაღაც ანალოგია საქართველოსთან მიმართებაში არსებობს. იმასთან მიმართებაშიც გეთანხმებით რომ ეს გავლენას ახდენს ამორჩეულზე, მაგრამ მე სიმართლე გითხრათ, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ამას ვეთანხმდები, პრაქტიკულად არანაირად არ მესმის რატო ხდება ეს. იმიტომ რომ მე მახსოვს საბჭოთა კავშირი და არ არსებობდა არც ინტერნეტი, არც ტელევიზია და გაზეთი და შეიძლება რაღაცა გეთქვა, ხო საერთოდ არ იყო, არავითარი რესურსი არ არსებობდა და მაინც მოხდა ეროვნული მოძრაობა და ეს ეროვნული მოძრაობა იყო ძალიან აქტიური. და იქ ბევრად უფრო სერიოზული რეპრესიული წინაპირობა ჰქონდათ იგივე ჩვენ მშობლებს, ხო? გამოცდილება, ბევრად უფრო მეტი რეპრესიების, მე როგორც მოგახსენეთ, საბედნიეროდ არავითარი რეპრესიები არ მინახავს ჩემ ცხოვრებაში. ჩემ მშობლებს ბევრად უფრო უარესი რეპრესიები ჰქონდათ გამოვლილი და იმათ წინათაობას. არ არსებობდა ვენეს გარდა არაფერი და ცხოვრების დონე ბევრად უკეთესი იყო ვიდრე საქართველოში. მაინც იდეოლოგიამ მოახდინა თავის გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე. საქართველოში როცა გრეხს უჭირს, როცა კომუნიკაცია გამოვდივარ და რასაც მინდა ვლაპარაკობ, როგორც მაესტროში, ისე კავკასიაში, ხო? აგერ მიდიან და თებშებს უყენებენ. ისა ინტერნეტი ასოც. რანაირად უნდა მოახდინოს ამან გავლენა ამ მომრჩეველზე საბოლოოდ, მე ბოლომდე ვერ ხვდები, თუმცა კი ვიცი რომ ეგრეა, იმიტომ რომ ვადარებ თბილისს და ვადარებ რეგიონს და ვხედავ რომ თბილისში ბევრად უფრო ოპოზიციური განწყობაა. მაგრამ არსი პრობლემის არ მისმის. ეს მithmeები არ ვერ გეტყვით ვერაფერს კიდევ ერთხელ გაუცი რა უნდა არ მათემატიკაში ძალიან დიდი შიში ეხლა კიდევ ერთხელ ჩვენ რა შინავს დებთ ტერმინებში ხო ეხლა მე მახსოვს რომ იყო ძალიან დიდი შიში იმიტომ რომ მე ვისაც მე ურთიერთებოდი და როდესაც მე ჩემ მშობლებზე არ ვაპარაკობ რა მაგრამ ის თაობა რომელსაც მე ურევდი და ნერვებს უშლიდი იმ ხალხს მართლა სერიოზული რაღაცები ქონდა გამოვლინდი რა
იმ ხალხს ქონდა გამოვლინი ისე რომ ბიზნესი დაუხადაღო, იმ ხალხს ქონდა გამოვლინი დახვრეტები, გადასახლებები, მერე უკვე საგიჟეთები და ასე შემდეგ და ეხლა რა ჩანდა? რა უნდა გამოჩენილიყო, რა ჩანდა რა სად ჩანდა? მაშინ პოლიტიკური ლიდერები დღესაც არიან, ხო? რომლებიც მათი ეკონომიკური კონცეფცია მდგომარეობდა იმაში, რომ გადაკეტავენ იმას აქვია, სამტრედიას გადაუკეტავენ რუსეთის ეშარებებს იმას აქვია, პურს სამტრედიაში და რუსეთში და მოხდება ეკონომიკური კრიზისი ამის შედეგად, მაგრამ არაფერი არ ჩანდა. მე რასა შიშზე რომ საუბრობ, მე ვერ მივიჩნევ ამ ხელისუფლებას რაღაცა მართლა მონსტრად. არ მიმაჩნია რა, იმიტომ რომ ჩემივე ცოცხლად ვიცი ის ადამიანი, ვისაც მილაპარაკე, რომ ვიცი რას ნიშნავს, როდესაც ხელისუფლება ჩაგდებს. ეხლა ან მე როგორ შევედარო დაუშვათ ჩემი პოლიტიკაში აქტივობით ან საერთოდ ამ ბოლოს ვინმე იმ ხალხს, ვინც უპირისპირდებოდა საბჭოთა კავშირის და სტალინის და იმ სისტემაში მართლა არაფერი არ ჩანდა, მაშინ გამოხატავდნენ თო თავის შეხედულებით. იმასთან შედარებით შიში რა ვიცი, მაშინ იცხოვრობ რა, ეგ პრინციპში მანდ არის ჰეგელის გამოთქმა რა, რომ ყველა ხალხი იმსახურებს თავის ხელისუფლებას. ეხლა თუ შენ თუნდაც პრაგმატულად ვერ ხედავ, თუ შენი უფლებებისთვის არ იბრძოლები და ეგრე ჩამოკიდებული ხარ ვიღაცაზე, შენი პატარა დრაბილკით თუ პატარა ბუტკით თუ პატარა რაღაცით, რომ ხმის ამოღებაზე ან თეფშის დაყენებაზე შენ გაგპრესავ, ამაზე არ გინდა რომ რისკზე წახვიდე. ნუ სიცოცხლის რისკზე ხო არა ალაპარაკი. მაგრამ მართლა არ ვიცი რა, ხა თუ არ მას არ ამოიღებენ, ნუ ამოიღებენ ხა ბოლოს და ბოლოს მართლა. აუქნა. ნინო. ნუ ხო ანუ არ ვცდილობთ ეს მაინც ხო რთულია ეგ, მაგრამ იცით რა, მე მახსოვს აფხაზეთი ბავშვობაში, ნუ და სტუდენტობაში კი არა, სკოლის დამთავრება და რაღაც ეგეთი პერიოდი და მახსოვს ის დაძაბულობა, რომელიც იქ იყო. მართლა იყო ეს დაძაბულობა და აი და ნუ ისე პრინციპში ნებისმიერ ადგილას სადაც ჩადიხარ როგორც დამსვენებელი და ნუ ეს ადამიანი იქ ცხოვრობს, განკვეული და აქ პლუს კიდე ეს ყველაფერი იყო მხარდაჭერილი, ეს იყო დაძაბული სიტუაცია და ბუნებრივია ამ ომის მერე, ამ დაპირისპირების მერე, რაც არ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა შენარჩუნდება, ხო, ბუნებრივია. აი ამავე ვითარებაში პრეცედენტი იმისა, რომ რანაირად შეიძლება აქ ამ სიტუაციას გაუმკლავდეთ, ალბათ ისევ ქართული სახელმწიფოს რაღაცა ისეთ კონცეფციაზე აგებაშია, რომელიც აფხაზეთს და აფხაზებს მოაქცევს ამ ჩვენ შიდა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივ პროცესში. აქ ამასთან მიმართებაში ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ ვლაპარაკობთ ქართულენოვანი, აი ძირითადად რაზეც ვსაუბრობთ, ხო, ქართულენოვანი ქართული ეთნოსის წარმომადგენლების პოლიტიკაში ჩართვის პრობლემატიკას, ხო, რეგიონები არ ერთებიან პოლიტიკაში. აი ამისთვისაც კი საჭიროა აქედან წასვლა, იქ პოლიტიკური პროცესის დაწყება ქუთაისია ლაპარაკი, ხო? ხა ბუნებრივია, ბევრად უფრო მეტი პრობლემა არსებობს მარნეულთან, ახალქალაქთან მიმართებაში, ხო, არაქართული ეთნოსით დასახლებულ რეგიონებთან მიმართებაში. აი ამ პროცესში მე არ ამგონია, რომ რაღაც პლუს კიდე იმ ემოციიდან გამომდინარე, რაც არის ამასთან დაკავშირებული, იმ ტკივილიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვეყოს სიბრძნე, რომ ეს პრობლემა მართლა ისე მოვაყვაროთ, რომ მოვახერხოთ აფხაზების ინტეგრაცია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ასე რომ რა ფორმითაც არ უნდა გადაწყდეს,
უჯრედი დაპყრობის ფორმით გადაწყვეტა ძალიან სერიოზული ტრაგედია იქნება ჩვენთვისვე, იმიტომ რომ აი ამას ჩვენ თუ იქ შევედით და ხალხი დავხოცეთ. ვერასდროს ვერ გაკაჩავს ჩვენი თუნდაც სახელმწიფო. აი თუნდაც მე მინდოდეს რომ აფხაზების სისხლი დავუყო, ხო? აი ვერასდროს ვერ დაიტევს ამას სახელმწიფოს თვალსაზრისით საქართველოს სუსტია უბრალოდ მაგისათვის. ამას ვერ გაუწევს. და ნუ ახლა მეორე მხრივ რამდენად შეიძლება როგორ შეიძლება მინდოდეს რომ იქ ხალხი დავხოცო და აი ამ ფონზე ხა მე ამ პრობლემის გადაწყვეტის რეალური შესაძლებლობას უბრალოდ ვერ ხედავ რომ მართლა ჩამოყალიბდეს ერთიანი საქართველოს კონცეფცია, იმიტომ ჩვენ ხომ რეალურად მართლა მრავალეთნიური ვართ. მართლა ხო? და ეს პრობლემა ჩვენ პოლიტიკაში ხო არ არის განხორციელებული. ანუ რაც არ უნდა რუსეთს დავაბრალოთ, აფხაზებთან კონფლიქტი, ოსებთან კონფლიქტი, ეს არის ისევე როგორც რუსეთთან კონფლიქტში რუსეთია ბევრად უფრო დამნაშავე, ასევე ამ შიდა კონფლიქტებში საქართველოს ძალიან სერიოზულად დამნაშავეა, იმიტომ რომ ეროვნული მოძრაობის კონტექსტში არ ჩამოყალიბდა ერთიანი საქართველოს კონცეფცია, არ ჩამოყალიბდა ის ორიენტაცია, რომ ჩვენ ვართ მრავალეთნიური სახელმწიფო და პირველ რიგში შენ უნდა ცდილობდე ინტეგრაციას ეროვნული უმცირესობისა შენ პოლიტიკურ პროცესში. და ეხლა ის რომ არ მოხდა დაუშვათ სომხებთან ღვთისმადლით და აზერბაიჯანებთან არ მოხდა ეს კიდე არ ნიშნავს იმას რომ იქ ჩვენ მართლები ვიყავით. კი იქ ეხლა კრემლის ხელი ერია და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო განვაპირობეთ ეს ყველაფერი. და ამდენად ერთი წამით ამას ვიტყვი და ერთიანი სახელმწიფოს კონცეფციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი არის ამერიკული გამოცდილება. შეგვიძლია შევხედოთ ჩვენსავე გამოცდილებას ისტორიაში დაუშვათ იგივე დავით აღმაშენებლის სახელმწიფო რელიგიური ტოლერანტობა იმ შემთხვევაში და ასე შემდეგ, მაგრამ იქ არსებობს დღევანდელი გამოცდილება როგორ ხდება მცდელობა ყველა ყოველას ინტეგრაციის ერთიან პოლიტიკურ პროცესში. სამწუხაროდ საქართველოში სულ მიმდინარეობს ამის საპირისპირო დინამიკა. მე ვლაპარაკობ უკვე ეთნიკურ დონეზე არა. ელემენტარულად თუ გამოყავ ქუჩაში იტყვი რომ რაღაცა არ მომწონს და ხარ რუსეთის აგენტი და დასახურეთი ჩასარეცხი მოსაშორებელი. ეხლა წარმოგიდგენთ რამდენ რთულია ეს ვიღაცასთან მიმართებაში და ნუ არ მე პრობლემის გადაწყვეტის იმედი არანაირად არა. სალომე დიდი ხანია იქ. მე რექუჩას. რეგიო. არა ბატონო ომარა ემთხო კურსა. აი ისთვის ჩემს შიშარა მე მაგას დავაბო ჩემს შიში გაუგებარია როგორ აი გამიქოს მე ვამბობ იმას რომ შიში ხო რა არის მოდით ესე შევხედოთ ხა არ გიშინოდეს რაღაცის ეს არ ნიშნავს იმას რომ შენ ხარ უშიშარი ხო არ ნიშნავს მაგას როცა არ გიშინია არ მიშინია ხო საერთოდ რაღაცა მეტეორის მაგრამ შეიძლება მოდის და თავში ისე მომხდეს როგორ სხვების ვისაც მეშინია იმაზე ბევრად უფრო მაგრამ არ ნიშნავს იმას მაგრამ შიში ხდები შიშარა როდესაც შენ უფრო მეტად გიშინია ვიდრე ეს შენთვის რეალურად საშიშია ხო რო არსებობს შიშის ფაქტორი ეს მესმის მე ისიც თქვი რომ ვის უნდა შევეგაროთ მეთქი რომ ხა იმ ადამიანებს ვინც სტალინის სისტემას ებრძოდა და იქაც კი იყო იგივე დაუშვათ ხა ნუ მე რა პოსტავას პოლიტიკა მე არ მომწონს თავისთავად რასაც აყალიბდა მაგრამ ნუ ადამიანი რომელიც ლაგერიდან ლაგერში მიდიოდა ხო იმიტომ რომ სჯეროდა ამ იდეების ხა როგორ შეეგარო იმას ხო მაგრამ ამ გმირობაზე არ ვლაპარაკობ რა მე ვლაპარაკობ არა გმირობაზე არამედ ობიექტურ შეფასებაზე ვითარების ამ ობიექტურ ვითარებაში აი შიშის ესეთი პოპულარიზაცია რო იცი რა მე მეშინია და ახლა შეხედეთ რა ვითარება დაახლოებით ეს არის აგებული მე მეშინია შესაბამისად მე რაციონალური ხო იცი რა მე ვიცი რომ ესეთი პრობლემებია მე მეშინია და გეგონება ეს აი ხა დიალოგში რასაც ხედავ ხოლმე მე რომ გეგონება ეს ხდება იდენტური რაციონალიზმის და მაგაზე მინდა გითხრათ ეს არ არის იდენტური რაციონალიზმის
ის რომ შენ გეშინია ამას ცოტა სიამაყით ამბობენ რა ვიცი რაღაც ჩემი ის რომ შენ გეშინია შენ არ ახარ რაციონალური იმიტომ რომ თუ ამ შიშს დახვედე და მიაყვანინებ აი ამ პრობლემებს ჯერჯერობით კიდევ ერთხელ გეუბნებით პატარა ბიზნესების დახურვაზე არის ლაპარაკი და მინინოშვილის მოხსნაზე არის ლაპარაკი სამსახურიდან ეხლა მართლა ლაპარაკი არის იმაზე როცა პოლიტიკურ პროცესზე ლაპარაკობს რომ ადამიანები თავს წირავდნენ რაღაცას ხო? როდესაც შენ ამას დააშვებინებ რომ შეგეშინდება სამსახურიდან მოხსნა და ამიტომ არ დააყენებ მეთქი თეფშს ეს არ არის რაციონალიზმი იმიტომ რომ ხვალ და ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური ლოგიკა არის ამაში ხვალ უკვე იმაზე კი აღარ დაგელაპარაკე რომ თეფში არ დააყენო ყველა გეტყვენა სურათი რატო არ გიკიდია შენოთანში და ეს დინამიკა ცნობილია კაცობრიობისათვის ამიტომ მე მაგას ვისკევა ბაჭია ჩემთვის შიშია გაუგებარია უბრალოდ ირაციონალური შიშია გაუგებარი და ეს ირაციონალური შიშია და ამას არასწორი ნათლავენ როცა მე არა მე სწორედ მაგაზე ეს არის მოქალაქეობრივი არა აი სიმამაცე ცოცხი აღარ არის ეს არ არის სიმამაცე ეს არის რაციონალიზმი მე მაგის თქმა მინდა რა შიში დღეს არის იდენტიფიცირებული რაციონალისტთან ეგრე არა აი ამი ეს უნდა ითქვა როგორც მეც კარგავთ ჩვენ თუ გინდა რომ ეს ახლა ბიზნესშიც ახლა ხო აქვს იმას ამას თავის პატარა ბუდკა რაღაცა რისკზე ხო მიდის შემოვიტანო რაღაცა კოკა-კოლა ლაითი არ ვიცი დატოვე 10 კილა არ ვიცი გაიყიდება არ გაიყიდება ხო წავიდა რაღაცა რისკზე ხო აი ამას გეუბნებით ეს რისკი არის ნორმალური პროცესი შენი არსებობის თორე იმას გეუბნები რაღაც გმირობაზე ვლაპარაკობ ახლა როგორ შეიძლება მე ვთქვა რომ ბუნებაში შიში არ არსებობს არა ჩვენ საზოგადოებაში ამის კიდევ ერთხელ ამისი მიზეზი საზოგადოებას არც მერაბიშვილისგან არც ადეიშვილისგან არ აქვს რა რომ ილაპარაკოს ტოტალურ შიშზე არ აქვს მე არ ვლაპარაკობ იმის თავზე რაიმე რაკალის საგარეში სიამასახვეთა მისია და ოინოღონ ადეიშვილთან გამასაუბრა ახლა ვირტუალურად და ვოცნებობ ამაზე მაგას არ ვამბობ და რაც არ ვიცი მეთქი რატომ არის სტუდენტობა პასიური თქვენ ვერ პასუხობთ მე ვერ ვქავდა რატო არის ლეგიტიმური რომ თქვა რომ გეშინია ხო რომელიღაცა სოციალურ სისტემებში რომ გეშინია ეს არის სირცხვი კარგი მოუჩეთ ეს თქვენ ხო სოლიდარობის იბედი არა გავიგეთ არა ვიცი რომ გავა რაღაც წინა არა ის იმედი რომ ამოვუძებია ქვეყანა ეს არის ხალხი არც არ გადაკავშირდეს ეს არა ქონდა არავის იმის იმედი მაგრამ ვიღაცა ტიპები მიდიოდნენ ხო კოსტავა მიდიოდა სროკიდან სროკზე მიდიოდა კოსტავა და სხვები ისე ხო ხო მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი რა მიზეზი რომ შეგეშინდეს არის მერაბიშვილისაც იმისიც მაგრამ ეხლა რო ვთქვა რომ ახლა მონსტრი ამ მერაბიშვილი კარგი და კაცობრიობას ახსოვს არ ვიცი კალიგულა და პინოჩეტი და თქვენ თუ შეიძლება არ არის რა კალიგულა და მე თქვენ არა მე მგონი ხელისუფლება ცოტა შეშინებული ეს უფრო ცუდია რა არ ვიცი მე ეს შიშის მედი ვაინე იმაში ერთ მამაკლა არ ვიცი ხო რა ვიცი შეიძლება დაიშალა რა პასუხი არა ბატონო მაგეთ ბიჭები არ დამიჩაგდო არა გენერალური ბალანსი არ დარგოლები და მოგეშინია ხო არა არც ერთი აცნო თქვენ ორი ვარიანტი მე არ არსებობს პოლიტიკური დისკუსიისთვის პირობა არ არსებობს ჩვენ დღეს ვისაუბროთ რა ჯობია რომელი ეს თქვი უკვე ამიტომ მოკლედ გიპასუხებთ რომელი ასე თუ ისე მიმდინარეობა ჯობია ქვეყნისთვის ან ამომრჩევლისთვის ამისი კონტექსტი დღეს არ არსებობს
ჩვენ ვისაუბრებთ რომელი კომპიუტერი ჯობია იმ კუნძულზე სადაც დენი არ არის გაყვანილი და აი ესეთი ვითარება ხა იმისთვის რომ ვილაპარაკოთ რომელი საბაზრო სისტემა ჯობია უნდა ელემენტარულად მონოპოლიების სისტემა მოისმოს საქართველოში რომელიც არის სახელმწიფოსგან ხარდაჭერილი ეხლა თუ არ არის დამოუკიდებელი ბაზარი თუ არ არის განთავისუფლებული ეხლა შეგვიძლია ეს საბჭოთა კავშირის დროსაც დავუშვათ ძალიან გვეკამათა რომელი ეს რა ქვია რომელიც იქნება და უსადო ამაშია საქმე მედია საშუალებების მფლობელობა რომელიც ჯობია ილაპარაკე ეხლა რეგიონის კონტექსტში და სანამ ის არ განთავისუფლდება და ეს არის პოლიტიკური რეალური კონტექსტი მაგას ვამბობ ეს რა თქმა უნდა ცუდი ალავაჟე ხმამა იქება ბოლსენეს ვიჩას ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკოს და წერტის პოლიტიკოს პრობლემები დაკავშირებულია იმასთან, რომ არ არსებობს პოლიტიკის მეცნიერება, რომელიც შეეხება მეზობელ პოლიტიკოს უსწავლოს. ასევე ეს ჩემი აზრია, ამასთან დაკავშირებით, რამდენად არის კვალიფიცირებული და პროფესიონალური კარგი, მაგრამ მე ჩემი აზრით პირიქით, პოლიტიკური სიღრმისეული კონტექსტი რადგან არ არსებობს, არ არის საჭირო პოლიტიკის ექსპერტი. რასაც მე ვლაპარაკობ, ანაც ჩემი შეხედულებებია, არის მარტივად ის დონე, რომელსაც ქვია common sense, ხო? Common sense-ის გაგრძელება ეს ყველაფერი. ეს არ არის ექსპერტიზა. შესაბამისად, თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ რაღაცაში მე კვალიფიციური ვარ, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გარემო არის ძალიან არაკვალიფიციური, იმიტომ რომ მე ვლაპარაკობ common sense-ის დონეზე. და სწორედ ეს იმ თემის გაგრძელება, რომ არ არსებობს რა რეალური პოლიტიკური გარემო და პროცესი და ლაპარაკია იმ ძალიან ტრივიალურ რაღაცებზე, რომ ბაზარი არ შეიძლება იყოს ოკუპირებული რომელიღაცა სახელმწიფო მონოპოლიების მიერ, მე უკვე სიღრმის წევრი ხარ, რატო პაპავა აღარ არის საჭირო იმისთვის, რომ ეკონომიკაზე ილაპარაკო. მართლა თითქოს რომ რატო არის ოკუპირებული ბაზარი და все. გიორგი ეს ფიქრობს რატო იგალებს ეს ხალხი მაშინ ამ ექსპერტებმა მეცნიერებს მე არ ვიცი ყოველ შემთხვევაში არ ვიცი მაგრამ რეალურად არ გჭირდება შენ ექსპერტიზა იმასთან მიმართებაში ხო არ გჭირდება ექიმი ისა რა ქვია გენიოსი რომ დაადგინოს ადამიანი ცოცხალია თუ მკვდარია რა ამ დონეზე ვლაპარაკობ ჩვენ დღეს ხო არ შევდივართ სიღრმეებში ხო ამ დონეზეა ლაპარაკი გიორგი მერე თქვენ მერე ირაკლი და მე უკვე ცოტა მეგობარს მივცეთ საშუალება დაიშვათ უნდა თორე ეს არ შეიძლება ძალიან ბევრს ვლაპარაკო არა სამი კითხვა იმდენად კომპენსაცია მაქვს ჩემი ნაგულოვანების იმასთან და ჩემ სტუდენტებთან ძალიან კარგი მადლობა თქვენ სტუდენტებს რეგიონში ლიდერები ვარ.
შეუძლიათ რომ რაღაცნაირად ზედა გაფართოვდეს და ვერ გასაგებია გარემოზე კითხვა გარემოს და მე მიჭირს პასუხის გაცემა პირველ რიგში, იმიტომ რომ გარემო რა თქმა უნდა გავლენას ახდენს. თუნდაც ჩვენ შევხედოთ ჩვენს მისიას, რომელიც თავის დროზე ჩვენს მიმართ იყო ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკური კურსის თვალსაზრისით ის მისია, რასაც ხედავდნენ საქართველოში, განსაკუთრებით 2003 წელს მდგომარეობდა იმაში, რომ საქართველოს უნდა შეიქმნა პრეცედენტი პოსტსაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის მშენებლობის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისია იყო, რომელსაც ხედავდნენ, რომ ჩვენ შეგვეძლო ამის განხორციელება. ანუ ამას რანაირად იქცევა შენი მსგავსი, შენი მეზობელი, ჩვენ ხედავთ ამას მნიშვნელობა აქვს. ერთის მხრივ ჩვენი საერთაშორისო, ასე ვთქვათ, ნიშა იყო. ხა მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება, პირიქით ხდება ჩემი შეფასებით ჩვენზე ასევე გარემო მიმოქმედა და ის რაც განახორციელა პუტინმა, რა ძირითადი ნაბიჯების გადადგა რუსეთის სახელმწიფოს კონსოლიდაციისათვის, იგივე ნაბიჯები მეორდება აქ. ამიტომ გარემოს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. მეტიც ახლა ჩვენ დემოკრატიასთან მიმართებაში სერიოზული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ რა ქვია მაგას ტერიტორიულ პრობლემებს. ჩვენ არავად იმისთვის რომ დემოკრატიული სისტემა ეფექტურად ააშენო, რაღაცა ერთიანი სისტემა უნდა გქონდეს, რომელსაც ეფექტურად მართა, ხო? რომლის მოქალაქეებიც თავისუფლად გამოხატავენ თავის პოზიციას და გეგმავენ თავის პოლიტიკას. ჩვენ ამ ხრივად ძალიან შელახული წინაპირობა გვაქვს დემოკრატიის განხორციელების და რა თქმა უნდა გავლენას ახდენს. ხო, მაგრამ ყოველთვის ეხლა დიდი ბოდიში ამ მომენტში მახსენდება ხოლმე რაღაც თავში თქვენ რაც რომ მეკითხებით ის დიალოგები, რაც მანამდე მსხვერპლთან მქონია და იმასაც გარკვეულწილად პასუხობ ხოლმე, განსაკუთრებით მაღაზიანები ხოლმე უცხოელები, როდესაც აი ამ კონტექსტში მეუბნებიან, რომ იცით რა საქართველოში ბევრად უკეთესია ვიდრე აზერბაიჯანში და სომხეთში და ჯერ ესეთი საერთოდ არ მაინტერესებს რა ხდება ეგეთი თვალსაზრისიდან გამომდინარე აზერბაიჯანში და სომხეთში. მე მაქვს ჩემი ერთი ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ჩემი რელიგიით ერთი ცხოვრება მაქვს მარტო მოცემული და არ ვაპირებ რეინკარნაციას მომავალ საქართველოში, რომელიც იქნება დემოკრატიული. მეორე არის ის, რომ ისაც რაც საქართველოს მიაღწია არანაირად არ არის ამ ხელისუფლების მიერ მოცემული. არც ერთ ხელისუფლებას არასდროს არავისთვის არაფერი არც მიუცია და მეტიც ამ დემოკრატიის თეორიაშიც ეგრე არის მიჩნეული, რომ არც არასდროს არავინ არ გაძლევს, არამედ შეერთებული შტატები იქნება, ინგლისი იქნება, საქართველო თუ რაღაცა ბადეიბო შენ უნდა წაართმევს. ეხლა ამ თვალსაზრისით ის რომ საქართველო უფრო დემოკრატიული არის ჩემი დამსახურება და ჩვეულებრივი ადამიანების და არა პრეზიდენტების. და ამიტომ მე მინდა მეტი რა. მიუხედავად იმისა, რომ კი რა თქმა უნდა კონტექსტი არის და ეს უფლება მაქვს მინდოდეს მეტი და რომ ჩამოდიან და აქ ისა რა ქვია, იმიტომ რომ მოსწონთ ხოლმე რა, რომ ესეთი ვითარებაა, რომ აქ რაღაცა თვალებში შეცინებენ, არიან იყოს, იმიტომ რომ სომხეთზე უკეთესია. საერთოდ რატომ აინტერესებს სომხეთზე უკეთესი არ ვთქვა. ირაკი. დიახ. დაანებით ამ შის ხო, არის მე ეგ პოზიცია რომ იქ იმედი ჩდება, ეგ პოზიცია მე იქ პროპაგანდის ძირითად ფორმატს ხედავ ეს არის გარკვეული ასე ორმხრივი პრესი. ეს ჯერ ესეთ განსხვავებით საბჭოთა პროპაგანდისგან, რომელიც ნუ ახლა რა მე იმაზე ვსაუბრობ, რაც მინახავს. საბჭოთა პროპაგანდა შენ გააქტიურებდა კონკრეტული მიზნის მიმართ. არსებული პროპაგანდა დღეს შენ კი არ გააქტიურებს, არამედ ორიენტირებულია შენი გაპასიურებისაკენ. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩქარა მოდი და მოგეწონო მე. დაახლოებით 2007-დან პროპაგანდა რომ ჩვენ საკარგები ვარ, დამთავრდა და გახდა პროპაგანდა რომ ყველა ცუდია და მე ფაქტი ვარ.
და მოდი რა ნუ გაიჭირვებ ასევე ცუდი არჩევანის მიმართ. ამიტომ ძირითადი ორიენტაცია პროპაგანდის, რასაც მე ვხედავ, არის არა იმაზე, რომ მოიწონე რა კარგი რამე ხდება, არამედ იმაზე, რომ დამშვიდდი და ნუ გაიძრევი, იმიტომ რომ კარგი მაინც არასდროს არ იქნება. ეს ერთი. მეორე, ამ პროპაგანდას არ აქვს რამდენადაც ამ პროპაგანდის მიზანი არ არის, რომ შენ გაგააქტიუროს, არამედ მიზანი არის, რომ შენ გაგაპასიუროს. შემდეგი სენდვიჩით მოდის. რა ეს არის? იდეოლოგია, რომ შენ გეუბნება, რომ შენ თუ ვიღაცის გვერდით დადგები, იცოდე, რომ ან რაღაცა ვამპირი ხარ, ან აგენტი ხარ, ან რაღაცა ცუდი გვერდით დგები და ამას აძლიერებს უკვე ვიღაცა უშიშროება, პოლიცია, შენი პრობლემები და ასე შემდეგ. ანუ ძირითადი ორიენტაცია პროპაგანდაში არის შიშზე იმ თვალსაზრისით, რომ გაგაპასიუროს. აი ეს არის განსხვავება ამ იმის. არა, უბრალოდ პრაქტიკული ცნობიერება განახორციელოს, რომ არ ღირს წინააღმდეგობის აი ეს არის მეთქი. პრაქტიკული ცნობიერება არ არის, პრაქტიკული ცნობიერება არის, რომ შენ არ იყო, რომ შენ იყო აქტიური. აი სწორედ ეს მენტალიტეტი, აი ერთი წამით ამაზე კიდევ ხედავ, რაც შტაბში რჩება, რომ ბოლომდე ვერ გამოვხატე რაც მინდა. ეს კონცეფცია, აი სწორედ ანგლოსაქსონური კონცეფცია, რომელზეც აეგო თანამედროვე დემოკრატიული მმართველობა და ეს checks and balances და მოქალაქის აქტიურობა, ამ ერის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თუ ასე ვთქვათ, ინვესტიცია პოლიტიკურ კულტურაში არის აი ის common sense, რაზეც მე ვლაპარაკობ რა. ის common sense არის, რომელიც აიძულებდა დიდგვაროვნები იყვნენ თუ იყვნენ ჩვეულებრივი მიწათმოქმედები თუ ასე შემდეგ, რომ რაღაცა უფლებები, რასაც მოიპოვებდა, იმ უფლებებისთვის ბოლომდე ებრძოლა. იმიტომ არის ეს მაგნა კარტა, რომელსაც დღესაც გარკვეულწილად იმართება ინგლისის სახელმწიფო. ხო, იმიტომ რომ აი იქ რომ რაღაცაზე ხელი მოაწერინეს, მე იდეულად აღარ დათმის, იმიტომ რომ common sense-ი არის, რომ შენ რომ რაღაცა უფლება მოიპოვე, ის აღარ უნდა დათმო, იმისთვის უნდა იბრძოლო, არა იდეალების გამო. და იმიტომ იქ მუშაობს ეს სისტემა. აი იმის გამო თუ ვიღაცას რაღაცა წაათმევი, თუ ვიღაცამ რაღაცა უკანონო წაგართო, ეს იგი ეს არის პანაკლონური პროცესი. მე სულ ვიღაცა რაღაცას წაგართო. მე მაინტერესებს რატომ არის საქართველოს შეუიტა და ეს არის თუ არა პოლიტიკური რაღაცა სახელმწიფო პოლიტიკა რომ არ იყოს ზოგადად საქართველოს შეუიტა რაღაც მანიპულაციები და არის შესაძლებელი და თავისი ძალაუფლება. გასაგებია. რა ამ საკითხებზე ბევრჯერ იყო დისკუსია და ლაპარაკი იმის თამაში, რომ ელიტის არარსებობის გამო ბევრი პრობლემა, საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც მე პოლიტიკურში გადაიზრდება, განპირობებულია სწორედ იმიტომ, რომ არ არსებობს ერთიანი რაღაცა ღირებულებითი სოციალური კონტექსტი თუ ჯგუფი, ხო, რომელიც თავის აზროვნებას, თავის მენტალიტეტს, თავის იდეოლოგიას ფორმა, აზროვნების ფორმას დაამკვიდრებდა და დომინანტურს გახდიდა რაღაც არის მიმართაც რაღაცა შეიწონებოდა. პირველი მე არ მიმაჩნია, რომ ამის განაპირობებელი მიზეზი არიან პოლიტიკოსები, უბრალოდ სახელმწიფო. ჩემი აზრით ეს სულ მიმდინარეობდა, ეს ელიტა არ ჩამოყალიბდა კომუნისტების დროს, ეს ელიტა არ ჩამოყალიბდა ზვიადის დროს, არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის დროს ელიტა არ ჩამოყალიბდა. რატომ არ ჩამოყალიბდა, ჩემთვის გაუგებარია და პასუხი არ მაქვს ამაზე, მაგრამ ის რომ ეს არ არსებობს და ეს სერიოზულ პრობლემას ქმნის და ძალიან იოლი არის ხოლმე, რაზეც ვლაპარაკობთ, იგივე კოლეგიალობის გამოხატვა არ არის ჩვენი ტრადიცია, იოლი არის ხოლმე ინდივიდის გამოხალკევება და მისი დასჯა, იოლი არის ხოლმე ამა თუ იმ ჯგუფისთვის თქმა, რომ ხა შესაძ პირველი პოლიტიკური მესიჯი არის, რომ ვიღაცები არიან ჩარეცხილები და ეს მესიჯები მეორდება, ხო? მე მახსოვს ეროვნული მოძრაობის დროს იყო ლაპარაკი კომუნისტების ჩარეცხვაზე, მე ლაპარაკი იყო მხედრების ჩარეცხვაზე, მე ლაპარაკი იყო კორუმპირების ჩარეცხვაზე, ახლა ლაპარაკი ნაციონალური მოძრაობის ჩარეცხვაზე. რომ ნახო რაოდენობა ჩარეცხილთა, ხო, ჩვენი მოსახლეობის არ ვიცი რა კუბური თუ ის რაოდენობა უნდა იყოს, რომ ამდენი ადამიანი ჩარეცხო რა. 3 მილიონიანი ხალხი ამის ვერ ჩარეცხავს ნახოთ, და ეს სიადვილი გარკვეულწილად ჩემი აზრით მაგითია განპირობებული, რომ ელიტა არ არსებობს და მიზეზი და მოკლედ თუ შეიძლება და მოვჭრა.
მეგონი დავალეთ მე მეშინია სკოლაში უფრო და ბოლოს მე ამ კითხვას გავცემ პასუხს, იმიტომ რომ იმდენჯერ დამისვეს კი აზრი აღარა თქვას რომ არ ვიცი, ხო? არ ვიცი კიდევ ერთხელ, მაგრამ მოდი რადგან ესეთი იძულება არის, კიდევ ერთხელ არ ვიცი, მაგრამ რო შევხედოთ ამ სკოლის მაგალითს, იქ სწორედ პირიქით მოხდა, როგორც კი მოხდა ამ თემის ხო, მე რეაქცია იმაზე კლიპი გააკეთეს, ამ პოზიცია დააფიქსეს, კიდევ მე დავიწყე ჩემი საუბარი, იმიტომ რომ ვერ ვირჩევ თვითმმართველობას, იმიტომ რომ არ ირჩევა თვითმმართველობა, იმ შემთხვევაში არავის არ პრესა. შეიძლება არ ვერ ხვდები, კიდევ პასუხი არ ვიცი, მაგრამ ის სწორედ ის შემთხვევა, როდესაც იქ რაღაცა მოხდა, ის ადამიანი იქნა დაჩაგრული და სოლიდარობა გამოიხატა. რატომ არ არის ზოგადად ეს ვითარება? სუდად. გასიკითხოთ. სუდად შეაფასეთ, იმიტომ არ შეიძლება რეფორმის განხორციელება დიდი ბოდიში ამას სწრაფად ვასწრებ. განათლების სისტემა იყო ცუდი. მე ამ სფეროში ვარ სადღაც 2000 წლიდან და ჩემი კონკურენტები იყვნენ ჩემთვის ძალიან იოლი სამიზნე რა. ირგვლივ ყველა სხვა უმაღლესი. იმიტომ იყო ცუდი და იყო რაღაცა ძალიან ბევრი რამე ქონდა დაკარგული. შინაარსი რაღაცა მოქალაქეობრივი პოზიცია ძალიან იოლად დაინგრა, იმიტომ რომ შინით არ იყო სიმყარე. არ იყო რაღაცა ეს სტერჟენი, რასაც ქვია, რომ მორალური თუნდაც შეიძლება ინდივიდები იყვნენ, მაგრამ ამ ინსტიტუტებში ეს არ იყო შენარჩუნებული. ეს იყო ჩემი შეხება განათლების სისტემასთან. შემდეგ ეს სისტემა, როგორც კი დაინახეს რა არის, სურვილი იმისი, რომ აი ესეთი მნიშვნელოვანი რამე ერის ისტორიაში და ქვეყნის ისტორიაში, როგორც არის უნივერსიტეტები, რომელიც არის ფუნდამენტი შენი, იმის მაგივრად რომ დაუშვათ ეს სისტემები, ამ სისტემებისთვის მიეცათ განვითარების შესაძლებლობა, რაც ცუდი იყო, მთლიანად დაანგრიეს. და გადავიდნენ ადმინისტრირების ისეთ ფორმაზე, როგორიცაც ხდება ძირითადად ან გადასახადების ადმინისტრირება, ან სასჯელიც ასე შემდეგ. მე როგორც განათლების სისტემის მენეჯერმა შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთულია განათლების სტრუქტურის მენეჯმენტი. ანუ შენ საქმე გაქვს პროფესორასთან, ხო, ძირითადად პროფესორასთან. ეს არის ხალხი, რომელსაც აქვს ძალიან სერიოზული და ლეგიტიმური ამბიციები. და შენ უნდა მართო ეს ხალხი. ეს არის უაღრესად ძნელი პროფესორის მართვა, საგანათლებლო ინსტიტუტების მართვა. ახლა მით უმეტეს, როდესაც გადავწყვეტ, რომ ეს უნდა აკეთო, რაღაცა ისე გეგონება ხარ, რომელიღაცა როტაში და მარჯვნივ მარცხნივ ესე ატარებ. შესაბამისად, შიგნით მთლიანად დაანგრიეს ჩემი აზრით ყველაფერი, რაც მანამდეც დაანგრეული იყო. ამიტომ არის ცუდი და ტრაგიკული. ერთი და მე მაგ. მოკლედ დასვით ლაკონურად. მე მგონია რა შეყავს პასიურობის პროპაგანდა. ეს პროპაგანდა ნამდვილად არსებობს და სტუდენტებს ძალიან დიდი ზემოქმედება ამას მის პროპაგანდა რომ იქან პასიურობის პოლიტიკა. და არ არის აქტიურები და მე მგონია რომ მაინც ამის მიზეზი რომ ეს პროპაგანდა ასე ძლიერია, ისიც არის რომ რეალურად არ არის ელიტა და არ არის ვიღაც მისაბაძე ვინც გაგვიმართებს. მაგაში გეთახმებით, მაგრამ შეხედეთ მანდ რა ერთ რაღაცაში არ გეთახმებით. ხო, ეხლა რა შეაგეთახმებით? ელიტა არ არის სტუდენტობაში. მაგაში გეთახმებით და ელიტა, სტუდენტური ელიტა ყოველთვის. პროცენტ საქმე ისაა, რომ მე არ მესმის როგორ შეიძლება იყოს პასივი. მე არ მესმის როგორ აქტიური ტიპი, პროტესტის გამომხატველი ტიპი არ ხდება ელიტა და არ ხდება პოპულარული. აი ამაზე გესაუბრებით. ეს არის ისა გაუგებარი. თორე ნებისმიერ სისტემაში სტუდენტური ელიტა როგორც ასეთი არ არსებობს ხოლმე, იმიტომ სტუდენტები თავისთავად ელიტის საწინააღმდეგოა, ხო, ბუნტარი ჯგუფია. შესაბამისად ეს აბუნტებული ჯგუფი თავისთავად ქმნის ხოლმე ბუნტარების ელიტას, ხო?
ჩვენ დროს ეგრე იყო. ნუ უფრო პოპულარული იყავი, უფრო მოსწონდი, უფრო ის იყავი, საინტერესო იყავი, როდესაც იყავი ბუნტარი ხარ, რო გითხრათ, რომ რამე მესმოდა, რას ვეწინააღმდეგებოდი, ხო, აბსოლუტურად არაფერი, ხო? მაგრამ კაი პონტი იყო, რომ არ იყავი, ხო და აი ეგრე, აქ ხო არიან ვიღაცები, ხო შეუძლებელია ბუნებაში არ გაჩნდეს ესეთი ტიპი, რომელსაც რაღაცა არ მოსწონს. თავისთავად მაშინ შენ რაღაც არ მოგწონდა, უკვე საზოგადოება გწევდა წინ და ხდიდა ელიტას. აქ მაინც ეს რო არ ხდება. გიორგი, ეს ბავშვები არიან სწორედ ამ ტიპის წარმომადგენლები, ასე რომ არ ხარ მართალ არ არის ელიტა. ხო. არა, როგორ უნდა გამოვიდეს, არა, ჩვენ სხვადასხვანაირად გვესმის რა არის ეს ემოცია სტუდენტობაში. არაფერი არავისგან არ იყო არასდროს საჭირო პატრიშკა, არც ხიპებისთვის, არც ეროვნული მოძრაობისთვის. არავის არ სჭირდებოდა, რომ ხიპებთან შემოსულიყო რომელიღაცა ეპისკოპოსი და ეთქვა, რომ ღმერთმა დაგლოცოთ თქვენის მარიხუანის საქმეშია. არ იყო ესეთი რამე, ხო? არც ეროვნული მოძრაობის დროს არავის არ სჭირდებოდა, რომ პროფესორი შემოსულიყო და ეთქვა, რომ მიდით რამაგრად იქცევით, ხო, ყოჩა ხიხისაკელით რაღაცა გააფუჭეთ, ხო? თავისთავად ეს სოციალური ჯგუფი არის რა პროტესტზე ორიენტირებული, ეს სოციალური ჯგუფი იმ ტიპს, რომელიც შეიძლება აბსოლუტური კრეტინი იყოს და იდიოტიზმს ამბობდეს საბოლოოდ, მაგრამ იყოს ბუნტარი, იმას წამოწევს. ეს აქ არ ხდება, აქ ვიღაცები არიან პროტესტის გამომხატველი. მე რა, ხო და მაგას გეუბნები, ხო და ეგარ მესმის მეკი, მაგაზე პასუხი არიან. და კომისია ზოგიერთს. კარგი, არა, მე ვიკამათო. ორი აი მიცეთ იქ საერთოდ თქვენ. არა, ჯერ თქვენ და მე თქვენ კარგი. ხდებოდა საფუძველი არის ჩამოყალიბება, სხვა რასებებსაც აბარებდი, სადაც მაგას დაახლოებით გავეცი პასუხი, რომ მე საბაკალავრო დონეზე არა ვარ წინააღმდეგი და პრინციპში შედეგი ცუდი არ იყო საბაკალავრო დონეზე მერთიანი ეროვნულების. ის გამოცდაც მე არ ვიცი. ხო სამაგისტროზე წინააღმდეგი ვარ. რაც შეეხება ეს 8+1 რას ნიშნავს და რა არის, საბოლოოდ არ ვიცი. მაგრამ ტესტირება თავისთავად ისეთი რაღაცა არის, რა მე ამ სფეროში ხა თუ შემეკითხებიან საერთოდ გავხსნიდი ბაზარს. საერთოდ არ მაინტერესებს ვის მივიღებ. მე შემიძლია შიგნით ავაგო ის პროცესი, რაც მინდა მე როგორც კი შენ ფულს მოაშორებ სისტემას, იქ თავისთავად კორუფცია არის. ანუ რატო მოდიოდნენ უნივერსიტეტში, ხო რატო იხდიდნენ ამ ქთამებს? იმიტომ რომ რაღაც იმასთან იყო დაკავშირებული, რომ ამ უნდა ისწავლოს და შენ კიდე ამაში შესაბამის თანხას არ აქვს. ფულთან არის საბოლოო ჯამში კორუფცია და კარგი იყო ერთიანი ეროვნული, იმიტომ რომ კორუფცია მოაშორა სისტემას. ეხლა თუ ბაზარი თავისუფალი იქნება, შენ ჩემთან გამოუშვი ვინც გინდა. თუ გინდა სულიად გაუნათლებელი. მე იმისგან ან რაღაცას დავაყენებ, ან ვერ დავაყენებ. ხო, კორუფცია მე არ მჭირდება არასდროს ფულის მოცემა, ჩაწყობა იმაში, რომ ჩავრიცხო რა, ჩემთვის რითი არის საინტერესო, ხო? არაფერი. ამიტომ ეს შენარჩუნება რო გინდოდეთ ამ კლიენტურის ისი ახდევინოთ ვახდევინოთ, ვახდევინოთ და ვიქნები კაჭრეთის უნივერსიტეტში. ხო და ეგ ვიქნები რა. ანუ საბოლოოდ მე ხო იზომები ბაზარზე ჩემ მიერ გაცემული სეტივის სუხუთებს დაუწევ, გადამიხადოს წელიწადში 10,000 და ვახდევინებ და ბოლოს მივცემ 500-ის დიპლომს. აღარავინ აღარ იყიდის ამ დიპლომს ჩემთან რა. ამბავს რომ ეს არის 500-იანი, არავინ არ იყიდის, იმიტომ რომ ყველა ბოლოს ეცოდინება რომ მე წელ ფულზე რა. ეცოდინოთ ეს ტიპი ვის მე დიპლომი მომცა არის მდიდარი. თორე რომ ჭკვიანი იქნება არ ეცოდინება. თქვენ მე და დავამთავროთ საერთოდ. შენ ამბობ ამას? მე
ამ ცნობიერების ფაქტორი მუშაობს აქ ძალიან დიდ როლს და მაინტერესებს ის, რამდენ შესაძლებელია ამ ცნობიერების ქართული ცნობიერების ტრანსფორმაცია და ამაში უნდა ამაში დიდი პასუხისმგებლობა ექცევა საგანმანათლებლო სისტემას. ქართული ცნობიერების ტრანსფორმაცია არის ეს ნიშნავს. ანუ ხო, რის მიმართ? სტრატეგია მაგარი მოქმედოს, ანუ თუ პოლიტიკურ გააქტიურებაზე გულისხმობ. მეთქოს გაგრძელება აქ მგონი და ბარემ დაამთავრა ერთად იყოს. იმდენად ვეღარ პასუხობ, კითხოს უკვე ჩემ მაგივრად პასუხობ. არა, გაგრძელება. არის ის გიორგი, ვერ ვიპასუხო. ვიცი რა არის ის, არის ის მაგარი მასა. აი გიორგი, ჩემ მაგივრად. ეს ახალგაზრდების ჩემს გარშემო და საერთოდ არის ასეთი ტენდენცია საკმაოდ პოპულარული, რომ მე ვარ ჯერ გამოთქვა რა საფუძველი, მე ვარ აპოლიტიკური. მე არ მაინტერესებს პოლიტიკა. ან პოლიტიკა არის ასეთი ტენდენცია არის და ჯერ ახალგაზრდობაში პოლიტიკის აღქმა და რა არის რეალური პოლიტიკა და როგორც წესი პოლიტიკური კულტურა ძალიან დაბალია. შემდეგ ეს მასშტაბი თორე გაქრომდინარეობს, რომ ეს რაღაც ბოლშევიკის კულტურა, რომ ის მართლა უპასუხო. და არაერია საქმეა. ამიტომაც საკითხს მომდინარეობს თვითონ ეს მასშტაბი, რომ რეალურად არ აქვს გაფიცნობიერებული სამოქალაქო პარტიები. სამის ხომ დაამატებდით. მე მინდა ვთქვა ბატონ მაგიურმა რა გითხრა გიორგი თქვენ. აი ჩვენ არ ვიცოდით, მაგრამ ვიბრძოდითო და ვაკეთებ რაღაცასო. აი ეს არა, იმას ძველი არ ხო, ჩვენ რა ვიცი, ჩვენ უბრალოდ დახურებით, რომ რას ვიბრძოდ და რას ვაკეთებთ კაცშულა არის. ტანკები დაგულისმია. აი ეს ენთუზიაზმი, ეს სულისკვეთება და ეს არის სულისკვეთება. ეს სულისკვეთება ჩაქრა საზოგადოებაში დამოჩეს უნდა რამენაირად. ხო, მაგრამ ერთი რამე მინდა დავამატო ამას, რომ მე არანაირად არ მიმაჩნია ქართული პოლიტიკური კლასი არის პასიური, იმიტომ რომ იგივე კონტექსტიდან გამომდინარე სომხები, აზერბაიჯანელები, ჩვენ საბჭოთა კავშირი 9 აპრილი ძალიან აქტიური იყო ეს საზოგადოება მაინც აი ჩვენ ლიგაში. ასე რომ ისე თქვენც იქამდე მიხვედრით, რომ სომხებს და აზერბაიჯანს მაინც ჯობია. სომხებს არა, მე საზოგადოებას ვლაპარაკობ, მე არა, ის რომ ჩვენ სომხეთზე და აზერბაიჯანზე უკვე კარგი დემოკრატია გვაქვს, ეს ჩვენი მიღწევაა და არა იმისი რა ქვია, ალიევის. არა, მართალია. ამერიკული როდესაც აღმოჩნდა ჯვარში ეს ახალგაზრდებთან ერთად იმიგრაცია ძალიან გამახსენებელი რომ ახალგაზრდები იყვნენ ძალიან პასუხი ამერიკაში რომელიც ჩვენთვის იყო დემოკრატიის კულტურა და ამ შემდეგ როდესაც სოციოლოგიის კლასში სწავლობდი სოციალურ პრობლემას კი არ ხედავ რომ პრობლემა არსებობს ეს გამახსენებელი საერთოდ როდესაც 20 წლის ახალგაზრდა თანსწავლობს და მორალობას მუშაობს, იმისათვის თავი შეინახოს და საერთოდ არანაირი დრო დარჩენილი. იმისათვის აქტიური იყოს. მთლიანად გადაწყვეტილები არიან ლოკალურ პრობლემებზე, საერთოდ ვერ ხედავენ რისკურად, იმიტომ რომ არც აქვს საშუალებას დაინახოს. ამიტომ აქტიურები არიან ამ პირობითი თემებზე, მაგრამ პოლიტიკაში ახალგაზრდებს ვერ სამწუხარო, მე რასაც ვთქვი, თუმცა დიდები მართლები ვისარგებლობთ და პრობლემა არის უბრალოდ გავაცხადოთ სისტემა ამერიკაში მოხდა კაპიტალიზმის კრიტიკა და განვითარების ამერიკის კრიტიკა იმ ახალგაზრდების რომლებიც უნდა აღიქვეს კაპიტალიზმის პრობლემას რომ უკეთესი რაღაცა შექმნა შეიძლება. ამიტომ მე ძალიან გულისხმობ რომ საქართველოს ახალგაზრდები არ არიან აქტიურები, მაგრამ მე მგონი ამერიკელ ახალგაზრდებს გაცილებით აქტიურები. სამწუხაროდ მივიდოდი ისე რომ საერთოდ არ არის. რა შეიძლება იმას თქვენი თავობარი გახსოვთ იმაში რომ უნივერსიტეტის სწავლა და თავობაში შევიდოთ თქვენ ალბათ არ გასწავლეთ რომ ოჯახის მოსწავლეებთან და უფრო მეტი თავისუფლების მოსწავლე რომ ახალგაზრდებს არა, ნუ დავუშვით სხვა ისტორიაში ხო არის სხვა მაგალითები, რომ შესაძ ეკონომიურად უჭირდა თაობას და აქტიური. ეხლა იგივე იმას რომ შევხედოთ, ხო? მე გეთანხმებით, გასაგებია რა სწავლობ, მაგრამ ფაქტორები ეგრეთ სალ-სალკე შეიძლება დავასახელოთ თუნდაც ის რომ აბარ ამეკეთებინა, ეხლა არ იყო ამდენი
არც ის რა ქვია, დისკოტეკა, არც ინტერნეტი, არც ტელეარხი, ხო, ეხლა რამდენიმე მეყურებინა ბრეჟნევისთვის და გარბაჩოვისთვის, ხო, ბუნებრივად ქუჩაში გავდიოდი, მაგრამ ეგ ცალკე დაუშვათ ცალკე ის, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ცალკე ის, რომ ისაც მშობლები ღირებულებებს გაწვდნენ, იყო კვეთ კონტრასტში არსებულ სისტემასთან. ელიტა ამ სისტემის იყო ძალიან შესუსტებული, არც ერთი კომუნისტური ლიდერი მე არ მახსოვს, რომელიც პირად ურთიერთობებში ამბობდა, რომ რაღაცა პროლეტარიის სიხსნა საიძინეთის, არამედ სულ სხვა აი ეს ბევრი თემა იყო, მე შემოდიოდა სხვა კულტურა, რომელიც იყო ესე მიმზიდველი და საინტერესო და ჯინსები და ბიტლები, მაგრამ ჯამში ეს კუმულატიურად ხსნის გაპასიურებას. თუ აი ცალ-ცალკე ეს ფაქტორებად რჩება, იმიტომ რომ კი შესაძლებელია ესეა, მაგრამ ამას კონტრბალანსი მოუპოვოთ რაღაცა სხვაც. შეიძლება იგივე ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? ბევრად ნაკლები ფულის დამხარჯველები ვიყავთ. ანუ ჩემი ყოფა რომ შევატარო დღეს და კონსიუმერი არ ვიყავი იმ პერიოდში რა. არის ჩემი ინტერესი არ იყო დაკავებული ახალი მობილური სყიდვით, არ შეიძლება მეცოცხლა ერთი კვირა სანამ ვიყიდი და ერთი კვირა იმ ყიდვის შემდეგ არ იქნებოდა ჩემი ყოფა, ისა რა ქვია, iPhone-ი რა და არც იყო ეგეთი არაფერი, რომელსაც ესე მიებრძოდა ჩემი ემოცია. შეიძლება ეგ არის ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ხო სახეა, ხო, რომ ამ მომენტში მთელი საზოგადოება კარგავს შანსებს. აი, დავასრულოთ და იმედია მალე ვიხილავთ ბატონ გიორგის თავხელიძესთან დებატებში. სამახსოვრო სურათის გადადების ტრადიციას გავაკეთებთ, ვინც შევჭით ბოლომდე. ერთი წუთი ჯერ ტრადიცია, ჩვენ როგორც უკვე აღნიშნეთ, ვართ პატარა საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის და გვინდა რომ თქვენც იყოთ ამის წევრი. დიდი მადლობა, რა არის, რა ქვია? საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის. For a better society, შვენიერი. დიდი მადლობა. და ბატონ გიორგისაც დაელაპარაკეთ და ერთი სამად წინადადება კლუბთან. რახან ბატონი გიორგი რექტორი ბრძანდება და მან ძალიან კარგად ველაპარაკა თავისი ინსტიტუტის შესახებ. გამიჩნდა სურვილი რომ მომავალ შეხვედრაზე ჩვენი რექტორი ხო არ მოვიწიოთ, აი ასე ოფიციალურ მეგობრულ ვითარებაში და შედარება დავიწყოთ როგორ შეახო ბატონმა გიორგიმ ჩვენი რექტორი და შემდეგ ძალიან საყვარელი კაცია და მე მგონი დიდი მადლობა.